განსხვავებაზე ურანს და ქირონს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა უკვე დავიწყე უფრო აქტიურად ქირონის გამოყენება ასტროფსიქოლოგიაში. უფრო მეტად, ესე ვთქვათ, გავერკვე ამ ყველაფერში და შესაბამისად მინდოდა რომ გამომეყო რამდენად რეალურად ეს ორი პლანეტის გავლენა ერთმანეთისგან განსხვავდება. იმიტომ რომ სულ სხვა არის ურანი და სულ სხვა არის ქირონი, თუმცა არის მსგავსებაც. მსგავსება არის იმ მხრივ, რომ ორივე განსხვავებული არის. ორივე უფრო რაღაცნაირად ექსცენტრიული არის, ორივე ითხოვს რაღაც არაორდინალურობას ადამიანისგან და ანიჭებს ადამიანსაც, ესე ვთქვათ, კონკრეტულ რაღაც ექსცენტრიზმს. თუმცა განსხვავებაც არის. ანუ განსხვავება არის იმ მხრივ, რომ ურანი პირდაპირ უკავშირდება მომავალს, ესე ვთქვათ, და ურანის მიერ მოწოდებული ნებისმიერი იდეა, ეს არის იდეა, რომელიც მომავალში იქნება აქტუალური. უბრალოდ დამუშავებიდან გამომდინარე ან ექნება კონკრეტული შანსი, რომ რეალიზდეს ახლავე და არ ველოდოთ მომავალს, ან იქნება იმდენად არარეალისტური, რომ ამ ცხოვრებაში, ანუ ახლა კონკრეტულ მომენტში ვერ იქნება რეალიზებული. ქირონი არის აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ ქირონი იძლევა აბსოლუტურად სხვა რეალობას. ანუ შენ უნდა იპოვო, ანუ ქირონის იდეები არის ისეთი იდეები, რომელიც ვერც იფიქრებდი, რომ საერთოდ დასაშვები არის, რომ საერთოდ შესაძლებელია ესეთი რამე, ეს არის იმდენად არაორდინალური, ანუ თუ ურანს აქვს რაღაც კონკრეტული კავშირი. თუნდაც მომავალთან, ანუ რაღაც კონკრეტული საფუძველი აქვს, ქირონს არ აქვს არანაირი საფუძველი. ქირონი ადამიანს აყენებს ქირონისა ესეთი სიტუაციები, ან თუნდაც თვითონ მდებარეობა რუკაში იმ კონკრეტულ სფეროებში აყენებს ისეთ სიტუაციებში ადამიანს, რომ ადამიანს უწევს არარეალური გადაწყვეტილების მიღება, არარეალური გამოცდის რა იყო და გამოსავალის პოვნა. ისეთის, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ იფიქრებდა. ანუ შენ უნდა იპოვო კარი იქ, სადაც კარი არასდროს არავის არასოდეს არ უნახავს. არანაირი კარი, სადაც არ იყო კარი. შენ იქ უნდა იპოვო ის კარი, გააღო და გახვიდე. მეორეს მხრივ ქირონის უპირატესობა ის არის, რომ ძალიან მასშტაბურად გაწყებინებს ფიქრს და შენ უკვე გჯერა, რომ რეალურად არაფერი არ არის შეუძლებელი, რომ რეალურად ის კარი იქ იყო, უბრალოდ ვერავინ ვერ ხედავდა და ვერავინ ვერც წარმოიდგენდა, რომ იქ შეიძლებოდა კარი ყოფილიყო. აი ბევრად უფრო მასშტაბური არის ქირონი ურანთან შედარებით, თუმცა ურანს უფრო მეტი, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ გამოყენება აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უფრო მეტად მუშავდება იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტა არის და მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი პლანეტა არის, თუ ასე შესაძლებელია დამუშავება. ქირონის შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ქირონი აბსოლუტურად ისეთი არის, რომ არც ერთ ჩარჩოში არ ჩდება მისი დამუშავება, იქნება რაღაც რადიკალურად წარმოუდგენელი.